პრინციპში აქ უკვე შეიძლება ალმასის ბლოკებიც როგორც საჩუქარი. რა ლამაზია საერთოდ რა ლამაზი ნაძვი გამოდის. მეგობრებო, მოგესალმებით თქვენ მეორე საბადა არხგაბჩირასამი და გუშინ მეგობრებო ღამე ჩვენ სოფელში წამოვიდა ნამდვილი თოვლი. და მეგობრებო მე დღეს დილიდანვე ასეთი ნაძვი ასე თქვათ დავდგი აქა და ახლა შეხედეთ აი ოქროს ბლოკებით გავალამაზე მეორე სართული ასე ვთქვათ ამ ნაძვის და პირველი სართული იქნება სულ ალმასების ბლოკებში. მეგობრებო, ძალიან ლამაზი მოკლედ ხდება ჩვენი სოფელი ახლა, რასაკვირველია. მე ახლა ვაკეთებ ამისთვის ყველაფერს და აქვს მაგრამ მეგობრებო, ერთი რამ ძალიან წყინს ის რომ მე არ მაქვს ვარსკვლავი. მეგობრებო, მე მჭირდება რაღაც წითელი ბლოკი ვარსკვლავისთვის, მაგრამ დიდ სამწუხაროდ მე არ მაქვს. მაგიტომ ასე ვთქვათ იქნება ნაძვი უვარსკვლავად, მაგრამ არა უშავს პრინციპში. შეხედეთ, რა სილამაზია და ნათურები შეგვიძლია აქა და შემდეგ კიდე აქა. მეგობრებო, შეხედეთ თოვლიც კიდნება, მაგრამ არა უშავს კიდე აუცილებლად წამოვატახს აქა და აქა პრინციპში. მეგობრებო, შეხედეთ თელს პერიმეტრზე გავაკეთე. და ეს უკვე არ ვიცი, ეს შეიძლება როგორც პრინციპში, პატარაზე აი ასე დავდგათ ასე რანდომულად. მეგობრებო, მართლა ძალიან ლამაზი ნაძვი გამოდის. აქაც და აქაც პრინციპში შეიძლება. მეგობრებო, всё პრინციპში. ხო, ძალიან აკლია ვარსკვლავი, მაგრამ პრინციპში ეს არაუშავს. შესაძლებელია რამე მოვიფიქრო. მეგობრებო, პრინციპში ძალიან ლამაზია. მოიცადეთ ისე პრინციპში გაჩვენებთ როგორ არის. ხო, პრინციპში თოვლი კიდნება, მაგრამ არაუშავს, მაინც 100%-იანი კიდე წამოვა ჩვენ სოფელში თოვლი. შეხედეთ მეგობრებო, აქ ვიღაც შიწელნიკიც კი დგას. შიწელნიკო, გამარჯობა, ასე ვთქვათ, გილოცავ პირველ თოვლს ამ წელს ჩვენ სოფელში. სამა გამარჯობა და მეც ასევე გილოცავ, მაგრამ მე აქ ტყილა ავდგავ. მოკეთ შეხედე, მე აქ მაქვს ასე ვთქვათ პატარა ასე ვთქვათ საჩუქარი მთლიანი სოფლისათვის. მოკეთ შენახა აქ შეგიძლია აიღო ამ ყუთიდან ერთი ცალი წიგნი და დაწერო მათ რა გინდა შენ საჩუქრად. ასე ვთქვათ, ასეთი ახალ წლამდე მე ვაკეთებ ასეთ პატარა საჩუქრებს მთლიანი სოფლისათვის. ამ ყუთში არის ზუსტად 13 წიგნი, რამდენიც არის ზუსტად სოფელში ასე ვთქვათ ხალხი და პრინციპში შენ შეგიძლია აიღო ერთი ცალი წიგნი, დაწერო მათ საჩუქარი და ხვალ დილას მე მოგიდა აუცილებლად რაც კი დაწერე. ოღონდ თუ შეიძლება არ დაწერო რაღაც ძნელი, კაი? ჟიწილნიკო, მადლობა დიდი, ვაუ, კარგი საჩუქარია ისე ახალ წლამდე. ოკეი, პრინციპში როგორც სამბობ, კაი, მადლობა დიდი ჟიწილნიკო, უღრმესი მადლობა. მეგობრებო, რაც კი გვითხრა ჟიწილნიკმა. რა ლამაზი ნაძვი მაინც გამომივიდა, მაგრამ ვარსკვლავი მაინც არ ეყობა, ოკეი. ოკეი. როგორც გვითხრა ჟიწილნიკო, სტოპ, მაშინ მოდით ახლა ჩავდოთ ეს ყველაფერი აქა. რაც კი დამჩვეთ და მოითახა ესე თბილად ჩავცვათ საბანი, ამოვიფაროთ და მეგობრებო, მოითახა რამე დავწეროთ. გავაღოთ წიგნი მოით რა დავწეროთ მეგობრებო? მოდით, კარგი ბრონი, კარგი ბრონი, შემდეგ კიდე რა მეგობრებო, ქსედი, მე ხო შემიძლია ამ ნაძვისათვის ვარსკვლავი მოით მეგობრებო, ნაძვის ვარსკვლავი, კიდე რა? და მეგობრებო, კიდე ერთი იდეაც მაქვს. მოით მეგობრებო, რამე საჩუქარი, მეგობრებო, რამე საჩუქარი ამ ჟიწელნიკისაგან. და კიდე მოდით, მეგობრებო, მოვიფიქრე. ალმასის თოხი, მაგრამ მეგობრებო, ეს ალმასის თოხი მე არა. ამ ალმასის თოხს მე მივცევ ფერმერ ჟიწელნიკს, იმიტომ ფერმერ ჟიწელნიკს ძალიან უყვარს ალმასის თოხები. პრინციპში всё. და ახლა პრინციპში შემიძლია წავიღო ეს წიგნი და იმედია რომ მართლა ეს ჟიწელნიკი ყველაფერს მომიტანს. ოკეი.
ტაქს, ჟიტენკო, მოგეთ მოვიტანეთ ტაქს, ჩავდები და მადლობა დიდი ჟიტენკო კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, დრომდე ტაქს. ოკეი, მეგობრებო. ასე ვთქვათ, გამეხარდა რასაკვირველია. და ძალიან ველოდები ხვალინდელ დღეს, მაგრამ მეგობრებო, ეხლა იცით ეს ის გრძნობა, როდესაც შენ იცი რომ მაგალითად ხვალ გაქვს დაბადების დღე, ან ხვალ და გელოდება რაღაც საჩუქარი, მაგრამ დაგრჩა სულ 2 საათი, მაგრამ ეს 2 საათი იწელება როგორც 2 კვირა. აი მე მაქვს მეგობრებო ასეთი გრძნობა. მე კიდე სულ მთელი დღე, მთელი ღამე უნდა ველოდო. მაგრამ არა უშავს პრინციპში. ტაქს, მაშინ დავждები ახლა კომპიუტერზე და რამე ფილმებსა და სერიალებს ვუყურებ. მე მანამდე მეგობრებო გამოვთავ კამერა. რა მოხდა? თითქოს მეგობრებო ვიღაცამ კარებზე დამიკაკუნა. Так, стоп, მოიცედით რომელი საათია? მეგობრებო, დილის 8 საათია. Так, стоп, მგონია ეს ჟიტენიკისაგან რაღაც საჩუქრები რო იყო, ხო? Так, ოკეი და მეგობრებო, მართლა მოიტანა. არ მომატყუა. ნუ, პრინციპში მე ისეაც ვიცოდი, პრინციპში არ მომატყუებდა, მაგრამ ой-ой-ой, მეგობრებო, და ყველაფერი რაც კი ვთხოვე მართლა. ტაქს, ნუ მოდით მეგობრებო, თავდაპირველად რასაც ხედავ. ეს არის ის კარგი ბრონი, მეგობრებო, შეხედეთ. ტაქს, სტოპ, მოით მეგობრებო, ჩავიცვათ და შეხედეთ მეგობრებო, რა მაგარი ბრონია, ტაქს, სტოპ. ნუ მეგობრებო, ნუ შეხედეთ, რა ლამაზი ბრონია, ნუ აი დამხედეთ, უბრალოდ დამხედეთ. თან რა ძვირიანი ბრონია. მადლობა დიდი ამ ჟიტენიკს. შეხედეთ, აუ რა ლამაზია. აი ამ ბრონით მე შემიძლია წავიდე, აი არ ვიცი, აი ზომბებთან და კრიპერებთან და ვერაფერს ვერ მიზავენ. ვაუ, ტაქს, შემდეგ ეს მეგობრებო, так, стоп. Так, სადარი ჩემი ბლოკები? უნდა დავსვა. Так, ну კაი მოით მეგობრებო, ესეთი ბლოკები ავიღოთ და მე თრომენ გავაფუჭოთ. Так, стоп მეგობრებო, ეს არის ის ვარსკვლავი, რომელიც ვთხოვე. ჟიტენიკს, так, მოით მეგობრებო, ჩავსვათ ეგრევე, დავსვათ ნაძვის ხეზე. მაგარია, так, მოით ვთხოვთ მეგობრებო. ой, მეგობრებო, შეხედეთ რა სიმაღლეა და ოპა მეგობრებო, ნუ ასე ხო უფრო მაგარია, так, მოით მეგობრებო, ხა ეს ყველაფერი გავტეხოთ და დავაკვირდეთ, ასე ვთქვათ, მიწიდან რა სილამაზე არის. ნუ მეგობრებო, ნუ ასე ხო უფრო ლამაზია ხო და მე თანხმობით. სადაც პრინციპში მეგობრებო, შეხედეთ, მთელს პერიმეტრზე ასე და ასე კიდე ცოტა ნეზერიტი ასე. так, და აქაც მეგობრებო, პრინციპში რო დავთქვათ, არ იქნება ასე ვთქვათ ვარგისი. так, შემდეგი რა არის? ალმასის თოხი, რომელიც თხოვე ფერმერი ჟიტენიკისათვის. так, ამას აუცილებლად მეგობრებო, გასულს რომ მე ვუთხარი ამ ჟიტენიკს, ანუ რომ დავუწერე წერილში, რომ რამე საჩუქარი თქო მისგან. მან 2 საჩუქარი მომიტანა, ეს არის ასეთი საახალწლო პეჩენიები და ასეთი მაგარი ასე ვთქვათ კოლბა, რომელიც თქვენ კარგად იცით. ეს ძალიან მაგარია, ამ პეჩენიებს მეგობრებო, აუცილებლად შევინახავ ახალი წლისათვის, სადმე ჩავდებ. აი მეგობრებო, მაცივარში პრინციპში. так, მოდით. ჩავდოთ და მეგობრებო, პრინციპში ახალი წლისთვის უკვე მზად ვარ. ასე ვთქვათ. так, ოკეი. ეს თოხი უნდა წავუყო ახლა ფერმერ ჟიტენიკს. так, იმედი რომ სახშერი. ფერმერ ჟიტენიკო, გამარჯობა. ფერმერ ჟიტენიკო, როგორ ხარ? მოკლედ, მე მინდა შენ მოგილოცო, ასე ვთქვათ, დამდეგი ახალი წელი და მინდა შენ გაჩუქო, ასე ვთქვათ, უფრო ადრე ესეთი ალმასის თოხი. აი შეიძლება აიღე და ძალიან კარგად ვიცი, რომ შენ გიყვარს ასეთი თოხები და მაგიტომ მე გაჩუქებ, ასე ვთქვათ, ასე ადრე. ვაუ, სამა, მადლობა დიდი. მე кстати ისა, იმ ჟიტენიკმაც კი მაჩუქა ეს რაღაც საჩუქრები. მე მოკეთ ჩავუფიქრე რა, წერილში საჩუქრები და ეს საჩუქრები მაჩუქა. ისე რო გითხრა, ფერმერ ჟიტენიკო, მეც იმ ჟიტენიკმა მოკეთ დაუწერე წერილი, რაც კი მინდა და ეს თოხი, ასე ვთქვათ, ნახევად ჩემგან არის და ნახევად იმ ჟიტენიკისაგან. მოკეთ ხომ ძალიან კარგი ჟიტენიკია ჩემი და ჩემი არით მე არ უნდა დავტოვო საჩუქრის გარეშე. მოკეთ ფერმერ ჟიტენიკო ნახომდის.
Так, მეგობრო, პრინციპში მე ხო არ შემიძლია დავტოვო ის ჟიწენიკი ასე უსაჩუქროთ. ასეთი მაგარი საჩუქრები გააკეთა მთლიანი სოფლისათვის და ჩვენ როგორ, ჩვენ გამონაკლისები არ უნდა ვიყოთ და მეგობრებო, მეორე სართულზე მე მაქვს გამზადებული ერთი რამ ასე ვთქვათ, ჩემთვის საერთოდ მეგობრებო, შეხედეთ, ეს ასეთი ოქროს ტელეფონი და 32 ალმასი მეგობრებო. მოგეთ ეს გამოსადეს საერთოდ ჟიწენიკებისათვის საჩუქრად რა. მაგრამ მეგობრებო, ეს ჟიწენიკი იმსახურებს აუცილებლად მეგობრებო, რასაკვირველია, სხვა ჟიწენიკებსაც ასეთ საჩუქრებს დავურიგებ აუცილებლად, მაგრამ ამ პირველ საჩუქარს აუცილებლად მივცემ და აუცილებლად მივცემ ამ ჟიწენიკს. მადლობა დიდი მართლა ამ ჟიწენიკს. აქ სტოპ მეგობრებო. მოით მეგობრებო, ახლა ჩავდოთ ეს ყველაფერი, რაც კი ან ჭირდება ეს ყველაფერი და წავიდეთ ახლა იმ ჟიწენიკთან. ძალიან მინდა ასე ყველი ეს საჩუქრები მოვუცე და ძალიან მინდა გადაუხადო დიდი მადლობა ასეთი ასე ვთქვათ საჩუქრისთვის ახალ წლამდე ასე ვთქვათ. ტაქს. ჟიწენიკო გამარჯობათ ის უკაცრავად. ჟიწენიკო так, стоп, მეგობრებო, მგონი სახში არ არის. так, окей. მაშინ მოით ეს იყოს სიურპრიზი. ეს იყოს სიურპრიზი ამ ჟიწენიკისათვის. მაგიტომ მოდით მეგობრებო, ახლა დავდეთ ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ ეს იყოს საჩუქარი მისთვის. так, ну кай, პრინციპში სანამ ეს ჟიწენიკი არ მოვიდა დროზე ახლა წავალ აქედან. ეს იყოს ასე ვთქვათ სეკრეტ საჩუქარი. პრინციპში მეგობრებო, რო გითხრათ მე ძალიან აქ ხომ არ არის? არა, აქ არ არის, გამოის წავიდა აქედან. ოკეი მეგობრებო, პრინციპში ძალიან კარგი საჩუქრები გამომივიდა მე ჩემი აზრით. მე მაგალითად ძალიან მომეწონა ამ ჟიწენიკისაგან ეს საჩუქრები. ამ ყუთსაც ახლა ავიღებ და სადმე წავიღებ, მაგრამ მეგობრებო, მადლობა დიდი რომ ასე ვთქვათ ამ ნაცვლებს კი დამეხმარა. კაი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ. მაგიტომ მეგობრებო, ახლა კი დაგეშვებებით, ნახვამდის.